ურჩხულის არეშინია ერთიან საქართველოს რუსთაველზე ფილმს აჩვენებენ. ღონისძიება პირველ სკოლასთან მიმდინარეობს. გარე რუსულ ურჩხულს, რომელიც კვლავ ჩვენი თავისუფლების მტერია, მისი შიდა მოკავშირე ივანიშვილის რეჟიმი ეხმარება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს განადგურებით ემუქრება, წერია ღონისძიების შესახებ ინფორმაციაში. ფილმის ჩვენება ორგანიზებულია პარტია ფედერალისტებისა და თავისუფლების ინსტიტუტის მიერ. ადგილზე იმყოფება ფორმულა ჟურნალისტი ლიზი ვეკუა, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება და მოგვიყვება ამ ღონისძიების შესახებ. ლიზი. ახლა სანამ დავიწყებ ფილმის ჩვენებაზე საუბარს, მანამდე უნდა აღნიშნოთ, რომ რეჟიმის პატიმრების მშობლების და ყველა ის ადამიანი, რომელიც იყო რუსთაველის კამზირზე თითქმის 24 საათი შეკრებილი, გადავიდნენ სწორედაც რომ პირველ გიმნაზიასთან, იქ სადაც ფედერალისტების ორგანიზებით გადის ფილმი 9 აპრილთან დაკავშირებით და იხსენებენ იმდროინდელ მოვლენებს. ამ ფილმის ჩვენება ძალიან ასე ვთქვათ აღსანიშნავია და დაკავშირებულია დღევანდელობასთან. იქ შეკრებილი ადამიანები კი ამბობენ, რომ სულად ესადაგება იმ სიტუაციას, რაშიც ამჯერად რუსული რეჟიმი გვამყოფებს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ფედერალისტებმაც ამ ფილმის ჩვენებაც და იქ შეკრებილი მოქალაქეების პოზიცია კი არის უცვლელი, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ და განაგრძობენ მანამ სანამ არ მიაღწევენ მთავარ მიზანს. ამ ერთიანობის შეხსენება გვინდოდა ჩვენ, ანუ რა შეგვიძლია თუ ჩვენ ერთად ვდგავართ. ქართველებს გაცილებით მეტი გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს. და ის რაც გვაერთიანებს არის ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა და მე მგონია რომ გააცნობიერებს ყველა რამხელა დარტყმას აყენებს და რამხელა საფრთხეს უქმნის ეს რეჟიმი საქართველოს დამოუკიდებლობას, იმას რაც ჩვენ 34 წლის წინ ძალიან დიდი ბრძოლით და სისხლით მოვიპოვეთ. მე მგონია რომ ქართული ოცნების მხარდამჭერებით ჩამოაგდებენ რეჟიმს. მეორედ გვაარსნებენ შვილოს საქართველოს, მიაქანებენ რუსეთისკენ. კიდევ საბრძოლო გაგვიხადეს 28 ნოემბრის მერე ჩემს თვალზე ცრემლი არ შრემა. როგორ გაგვიმიდეს ესა, როგორ? კობრა ხიძებ, ანაკონდას ამონარწყევი რო არის. მარტო გვარით არის შვილო ქართველი, სული ძიუდა არის. ასე რომ გაყოდა და აპირისპირა ხალხი ერთმანეთს. როგორც უკვე გითხარით, 24 საათიანი საპროტესტო აქცია დასასრულს მიუახლოვდა. ადამიანები ახლა პირველი სკოლის გიმნაზიასთან ადევნებელ თვალს ფილმს, რომელიც უკავშირდება 9 აპრილის მოვლენებს, ის დღე, რომელიც არის ასოცირებული ქვეყნისთვის როგორც ტრაგიკული, ასევე სასიხარულო დღე, რადგან ამ დღეს საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა და სწორედ ამასთან დაკავშირებითაც იყო დღეს საპროტესტო აქცია გამართული. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა დაანონსეს 24 საათიანი საპროტესტო აქცია და 9 აპრილის მემორიალთან არ მიუშვეს არც ერთი ქართული ოცნების წარმომადგენელი, რადგან ისინი თვლიან, რომ ქართული ოცნება ახლა მოქმედებს რუსული რეჟიმით და მთელი დღის განმავლობაში აქ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები იყვნენ შეკრებილი მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, ევროპული საქართველოსთვის.